გამარჯობა, თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს საათის მნიშვნელოვან მოვლენებს ხატია ქვათაძე გაგაცნობთ. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მაესტროს ახალი ამბები საგანგებო რეჟიმში იმუშავებს უახლოეს ინფორმაციას ყოველ საათში ერთხელ მოგაცვდით. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა, უკვე 8 საათიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამომრჩეველს ორი სახის ბიულეტენის შევსება უწევს სასურველი პარტია საკრებულოში და მაჟორიტარი დეპუტატობის მისთვის მისაღები კანდიდატი. თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა კი მერზაც ირჩევს. თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერს პირდაპირ წესით აირჩევენ. 2009 წლის დეკემბრამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე მერს თბილისშიც საკრებულო ირჩევდა. ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის ბერებს ადგილობრივი საკრებულოები დღესაც კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შორის აირჩევენ. დიციად მაქვს, დასაკვირველია და სიხარულით მოვდივარ. მიხარია ყველაფერი, რაც კეთდება, რაც არის აქ ყველაფერი კარგად და ლამაზად. და სიხარულით მოვდივარ. რას მიეცით ხმავი? რომელ კანდიდატს მიეცით ხმავი? მე ხმა მივეცი შენებას, სიყვარულს და სილამაზეს. 30 მაისის საკრებულოს არჩევნებში 17 პოლიტიკური სუბიექტი, თბილისის მერის არჩევნებში კი 9 კანდიდატი მონაწილეობს. ლიკა ივანიშვილი სახალხო დემოკრატები, დავით იაკობიძე თორთლაძე დემოკრატიული პარტია, ზვია ძიძიგური ეროვნული საბჭო, გიორგი უგულავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი ლაღიძე პოლიტიკური პარტია მომავალი საქართველო, გიორგი თოფაძე მრეწველები, გიორგი ჭანტურია ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება, თამაზ ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობა, ირაკლი ალასანია ალიანსი საქართველოსთვის. პარალელურად ჩუღურეთის, ოზურგეთის და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება. სიების მონიტორინგის საბოლოო შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ საქართველოს მასშტაბით 3,544,770 ამომრჩეველი შეადგინა. წინა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუდმივად საუბრობდნენ. თუმცა ცესკო აცხადებს, რომ მათ ყველა შენიშვნა გაითვალისწინეს და ხარვეზები გამოსწორებულია. თბილისში 10 საარჩევნო ოლქი და 741 საარჩევნო უბანია. საბურთალოს ოლქის მე-14 უბანზე დილიდან იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა იორდანიშვილი. ნანუკა, გამარჯობა კიდევ ერთხელ, რა ხდება ამ დროისთვის უბანზე და როგორია ამომრჩევლის აქტიურობა? საბურთალოზე მეორე საარჩევნო უბანზე კეჭისყრა დილის 8 საათიდან დაიწყო. როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, ამომრჩეველთა აქტიურობა ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. საკმაოდ მაღალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა თავისუფლად ყველაფრისგან შეზღუდულად შეუზღუდავად გამოხატოს თავისი ნება. კარგ ვითარებაში მიმდინარეობს ყველაფერი ჯერჯერობით. კი, ყველაფერი ნორმალურად და კარგად. მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს ამომრჩევლები ირჩევენ პარტიების მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ხოლო თბილისი პირველად ისტორიაში ირჩევს დედაქალაქის მერს. მერობისთვის 9 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ხოლო საარჩევნებში 14 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ნანუკა, ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა იორდანიშვილი. სოფიო ხორგვანმა კრწანისის საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ხორგვანი კრწანისის მე-4 ოლქში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ხორგვანის თქმით, ბიულეტენები აღნიშნულ საარჩევნო ოლქში ღამის 2 საათზე მიიტანეს. საარჩევნო კოდექსის თანახმად კი 29 მაისს საღამოს 8 საათისთვის ყველა ბიულეტენი ადგილზე უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაგვიწერა ეს განცხადება გება ხო? იმაზე ხო ყველა მხარე მოაწეროს. ახლა გამოდის რომ თავიდან აქვს ეს ყველა. პირველი იტანა უკვე იმ დროს დაიწყო, როცა და პირველი საათი, 2 საათი, 3 საათი ბოლოს მიიტანეს 5 საათზე, 6-ის ნახევარზე. როდესაც განსაზღვრულია კანონით, როდის უნდა იყოს მიტანილი, მკაცრად არის ჩაწერილი და პირდაპირ წერია, რომ 54 მუხლის მე-9 პუნქტია. პირდაპირ არის მითითებული, რომ არაუგვიანეს 2 დღისა უნდა იყოს საოლქოში მიტანილი და 12 საათით ადრე უნდა იყოს, არაუგვიანეს 12 საათისა უნდა იყოს მიტანილი უბნებზე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ბრიფინგი უკვე გამართა. ცესკო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ამომრჩევლებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი მოქმედებს. ნომერზე 510051 ამომრჩეველს საშუალება ექნება ყველა პრობლემაზე ინფორმაცია კომისიას მიეწოდოს.
კომისიებში ბიულეტენში აბსოლუტურად ყველა ბრიფინგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა ზუსტად 8 საათზე. პრეს-სპიკერის განცხადებით ზუსტად 7 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. საქართველოს მასშტაბით 8 საათზე კი უკვე დაიწყო კენჭისყრის პროცედურა. ცენტრალურ საარჩევნო კომისია ყურადღებას ამახვილებს 2 დეტალზე. ერთის თანახმად ბიულეტენების მიტანა დააგვიანდა საქართველოს თბილისის რამდენიმე ოლქში, ეს არის 5 ოლქი, თუმცა მიუხედავად ამისა, CSKOS პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ და ამას გარკვეული პრობლემები, მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. CSKOS-ში ამოქმედებულია ცხელი ხაზი ნომრით 510051 და ყველა მსურველს შეუძლია აქ დარეკვა. რაც შეეხება მომდევნო ბრიფინგებს, ბრიფინგი გაიმართება შემდეგი უკვე 11-ის ნახევარზე. კორესპონდენტი ნინი საყვარელიძე, მადლობა ნინი. საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ქრისტიან-დემოკრატები ახალი მოთხოვნით გამოვიდნენ საარჩევნო შტაბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნაა მაჟორიტარი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება აეკრძალოთ პოლიციის დახურულ სპეცუბნებზე მიმაგრებულ სამართალდამცველებს. პარტიამ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა. სპეცუბნებში იგულისხმება მოდულში გახსნის სპეცუბანი, იგულისხმება დაცვის პოლიციის სპეცუბნები, სადაც პოლიციელები ხმას აძლევენ როგორც პარტიულ სიას, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვერ მოხდა წარმოდგენა საკმარისი არგუმენტაციის, რატო უნდა მისცენ ამ ადამიანებმა ხმა მაჟორიტარობის კანდიდატებს. შესაბამისად, რადგან გამოიწურა ინტერფრაქციულ ჯგუფში სწორედ ეს დისკუსიის ლიმიტი, შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი იმისაც, რომ ხვალ არჩევნებში ამ ადამიანებს არ ქონდეთ მაჟორიტარების გადაწყვეტის შესაძლებლობა. ალიანსის საქართველოსთვის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ხმა მთაწმინდის ოლქის მე-18 უბანზე მისცა. ზურაბიშვილის თქმით, მან არჩევანი ცვლილებების სასარგებლოდ გააკეთა. ხმა ალასანიას, გამარჯვებას, ჩვენ მომავალს და ჩვენ განთავისუფლებას ამ ყველაფრისკენ, რაც დღეს არის ჩვენი ტკივილი. და მინდა ყველას უთხრა, რომ ეგზიტ პოლების არაფერი არ დაიჯეროთ. ძალიან დიდი იმედი ვარ, ვუყურებ აქტიურობას და არაჩვეულებრივი აქტიურობა. ჩვეულებრივად 7 საათზე შევატყობინეთ ოლქს, რომ ოლქი გაიხსნა. თავისთავად შემდეგ უკვე ვაყარეთ კენჭი, გავაკეთეთ კენჭი, ჩავატარეთ კენჭისყრა, ყველა პროცედურა რაც კი იყო აქამდე საჭირო. სიმშვიდესი და სიწყნარეში მე მგონი აკეთებენ ამ მრჩევლები არჩევანს. საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები და მზად არის კენჭისყრისთვის. CSKOS თავმჯდომარემ ხალხს საარჩევნო უბნებზე მისვლისა და საკუთარი არჩევანის გამოხატვისკენ მოუწოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ საღამოს ევროპარლამენტის დელეგაციაში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსა და 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მაესტროს ახალი ამბები საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და უახლეს ინფორმაციას ყოველ საათში ერთხელ მოგასწვის. საარჩევნობრები დილის 7 საათზე გაიხსნა, უკვე 8 საათიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამ მრჩეველს 2 სახის ბიულეტენის შევსება უწევს სასურველი პარტიას და მაჟორიტარი დეპუტატობის მისთვის მისაღები კანდიდატის თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა კი მერს ირჩევს. თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერს პირდაპირ წესით აირჩევენ. 2009 წლის დეკემბრამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე მერს თბილისშიც საკრებულო ირჩევდა. ქუთაისის რუსთავის, ბათუმისა და ფოთის მერებს ადგილობრივი საკრებულოები კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შორის აირჩევენ. ამ ინფორმაციით ზუსტად 1 საათით გემშვიდობებით მაესტროს ახალი ამბებით 11 საათზე დაგიბრუნდებით.